ხო, დღეს 14 ოქტომბერი. როგორც აღნიშნეთ. კი ბატონო, სვეტი ცხოველობა. დღესასწაული, რომელიც თითოეული ქართველისთვის ძვირფასი და განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია თვითონ ეს ტაძარი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი მნიშვნელობა და ღირებულება ქრისტიანულ სამყაროში დიდია. სვეტი ცხოველის ტაძარში არაერთ სიწმინდე ინახებოდა და ინახება დღემდე. ხო, როგორც ყველა კარგად ვიცით, სვეტი ცხოველი ნიშნავს ცოცხალ სვეტს. ეს ძველი ქართული გადმონაშთიდან არის სიტყვა ცხოველი ნიშნავდა ცოცხალს და აქედან გამომდინარე და არ შემიძლია არ აღვნიშნო, ხო, დღე, როდესაც დღეს სხვათა შორის არის წმინდა სიდონიას დღეს, ხსენების დღეც, ისევე როგორც სვეტი ცხოველობა, ასევე მცხეთობაა და არის წმინდა სიდონიას ხსენების დღე, სიდონია, რომელიც ლონგინოსისა და ელიოზისა, რომლებმაც ჩამოასვენეს ქრისტეს კვართი და როდესაც დაინახა სიდონიამ და შეიგრძნო ქრისტეს კვართი, ის ჩაიხუტა, გაქვავდა და გარდაიცვალა. შემდეგ სხვათა შორის ეცადნენ იქ მეფეებმაც, ამათმაც ეცადნენ რომ ეს კვართი გამოეგლიჯათ ხელიდან, მაგრამ ის რა თქმა უნდა მას არ თმობდა, გარდაცვლილიც კი დამარხეს, დაასაფლავეს და შემდეგ რაც მოხდა, როგორც მოხდა, უკვე ისტორიაა, რომელიც დღემდე ესეც საოცარ ელფერს აძლევს ჩვენს სამშობლოს. ნამდვილად და სვეტი ცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობა არის საქართველოში, რომელიც დღემდე არის შემონახული და მნიშვნელოვანია რომ ეს ტაძარი, რომლის აგება არსაკიძის სახელს უკავშირდება იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშიც არის შეტანილი. მოკლედ 14 ოქტომბერს სვეტი ცხოველობა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა და ამ დღეს სვეტი ცხოველის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღევლინება, მორწმუნეები კი აქ მთელი საქართველოდან იკრიბებიან. ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ დღეს და ყველა მართლმადიდებელს ვულოცავთ სვეტი ცხოველობას.